მე ვარ სამირა 19 წლის. ასე იწყებს აფხაზი გოგონა თავის დღიურთან საუბარს. სამირა მისი ნამდვილი სახელი არაა, მაგრამ ნამდვილია ფიქრები, ემოციები და დეტალურად აღწერილი ყოველდღიურობა, რომელიც ომის შემდგომ აფხაზეთში გვამოგზაურებს. ამბავი ასე დაიწყო. ჟურნალისტ ქეთი ხატიაშვილს გაუჩნდა იდეა ჩვენს ყოლო და ჩვენი დროის ანა ფრანკი. ჩანაფიქრი კოლეგას ჯილდა მაჭავარიანს გაუზიარა და ერთობლივი მოქმედების შემდეგ სამირას დღიურებიც დაიბადა. ეს არის პირველი ნამუშევარი, რომელიც ომზე კი არ საუბრობს და იმაზე, რაც 30 წლის წინ მოხდა, არამედ საუბრობს დღევანდელ ყოფაზე. ანუ როგორია დღეს იქ ქართველებისა და აფხაზების ერთმანეთთან ურთიერთობა. გოგონა, რომელიც სახესაც ვერ ვხედავთ, არის ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ სახეებს იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ოკუპაციის წნეხის ქვეშ, ესე ვთქვათ, და ეს არის ძალიან სიმბოლური, მაგრამ ჩვენ გვესმის მათი ხმა, მათი განწყობა და ეს დღიურები არის გზავნილები იქიდან. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მომსახურების სააგენტოს დახმარებით აფხაზი გოგოს დღიურები წიგნად გამოიცა, რომლის წარდგენაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ორგანიზატორებმა პრეზენტაცია აფხაზეთელი ქართველი ახალგაზრდის ჯინერი მაჭავარიანის ხსოვნას მიუძღვნეს. ეს გამოცემა უნდა წაიგითხოს ალბათ ყველა აფხაზეთელმა და ყველა ქართველმა და აფხაზმა, იმისთვის რომ გაათვითცნობიეროს რა პირობებში უწევთ ცხოვრება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ჩვენს მოქალაქეებს და ახალგაზრდებს. მე მჯერა რომ სწორედ ეს წიგნი გახდება სიმბოლო ჩვენი ქართულ-აფხაზური ერთიანობის, აფხაზების მიერ ასე თქვა თავისი ემოციის და სიყვარულის გადმოცემა თუთკივილის აი ამ ნაწარმოებში არის ძალიან მნიშვნელოვანი გაითვითცნობიეროს ყველა ქართველმა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რა თქმა უნდა, ეს არის ის ენა აქ, რა ენაც ესმის როგორც ქართველს, ისე აფხაზს, ასევე როგორც შემხედრი ნაბიჯი უნდა მოვახდინოთ ორგანიზება და ითარგმნოს აფხაზურ ენაზე კონსტანტინე გამსახურდიას რომანი ტრილოგია მთვარის მოტაცება. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, იგეგმება სამირას დღიურების აფხაზურ ენაზე გამოცემა, რათა ენგურს გაღმა მკითხველმაც შეძლოს 19 წლის გოგონას თვალით დანახული რეალობის აღქმა.